პატრიარქის არჩევნები, ანუ რა ეტაპებს ველით? წესი და რიგით პატრიარქის არჩევნები უნდა მოხდეს 2 თვის შიგნით. მღვდელმთავრებმა ეპისკოპოსებმა უთხრეს, რომ ხელისუფლებას არ ჩაერიო და მეორე დღეს გამოდის ხელისუფლების წარმომადგენელი და ამბობს, რომ მიდი და ანდერძი წაიკითხეთო. და მოსახლე გაუშვა სამებაში. რაზეც მოსახლე ძალიან შეშფოთდა. პატრიარქს რომ სდომოდა, თავის სიცოცხლეშივე ძალიან მკაფიოდ შეეძლო ამ ყოველფრის გაჟღერება. ხელისუფლება როგორ უპატივცემლოდ ექცევა ეპისკოპოსებს და მღვდელმთავრებს. სინოდში რახან ესენი არიან, ესე იგი სინოდს საკმაოდ კარგი არჩევანი შეუძლია გააკეთოს. ნიადაგი მზადდება რისთვის ამ ქართული ოცნების აქტივისტებმა რაც არ უნდა იაქტიურონ, ეს ხო მაინც სინოდის გადასაწყვეტია. იმას პატრიარქი ესე ხელისუფლებას ესე ადვილად არ უშვებდა მღვდლებთან. ეპისკოპოსები ასე რომ იძახიან ხმამაღლა, ეთყობა მათ ჩარევა დაწყებული აქვს. ძალიან დიდი ისეთი უარყოფითი რეაქცია მოყვა იმ აღალდასაჯდომელსაც. არ მოეწონა ერთს ესეთი საქციელი. მეუფეშიო თუ აირჩიეს პატრიარქად, მეუფეშიო საქართველოში იქნება ტროვას ცხენი რუსეთის მიერ. გამარჯობა, ჩემს ძალიან უჩვეულო ამპლუაში ვართ, ვიწყებთ გადაცემას ქრისტიანობა თანამედროვეობაში და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გვარი თავმავლობით სამღვდელობა ვიყავით, ძალიან ვღელავ ხამ გადაცემის წაყვანისას. იმიტომ რომ ჩემი ცოდნა ამ სფეროში, მოდი ესე ვთქვათ, შეიძლება მინიმალური არ არის, მაგრამ მართლა და მართლა არ მაქვს იმხელა კომპეტენცია და თავად ვაღიარებ ამას. მაგრამ დღევანდელ გადაცემაში მე პირადად რაც მაქვს საშუალება რომ ვილაპარაკო იმ საკითხზე, რაც მარტო მე კი არა, ალბათ მთელ ქვეყანას მაინტერესებს გადაჭარბების გარეშე და ეს არის პატრიარქის არჩევნები. და ამ საკითხზე ვისაუბრებთ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილსა და არქიმანდრიტ ილია თოლორაიასთან ერთად. მამა დოროთე, მამა ილია, პირველ რიგში მაქვს რა კითხვა. პატრიარქის არჩევნები, ანუ რა ეტაპებს ველით და დაახლოებით როდის, რა, იმიტომ რომ თარიღი მოახლოებულია. ხო, როგორც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მათ შორის რაღაც პაუზა იყო თითქოს არც სამღვდელო პირების განცხადები შემხვედრია სასულიერო იერარქების და არც ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები და უეცად აი 2 დღეში ისევ დახვავდა. მოგესალმებით, მადლობა კითხვისთვის, მადლობა დაინტერესებისთვის. ჩვენი გადაცემაც ზუსტად ამას ემსახურება, რა კითხვებიც არის ერში და არის ცოდნა ინტერესებთ. იმას გვინდა რომ ვუპასუხოთ. დღეს რა თქმა უნდა ეს მთელს საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს აინტერესებს პატრიარქის არჩევნების შესახებ. როდის იქნება, ვინ იქნება და ასე შემდეგ. წესი და რიგით პატრიარქის არჩევნები უნდა მოხდეს 2 თვის შიგნით. არა უმეტეს 2 თვისა. ასე არის დებულებაში ეს ყველაფერი გაწერილი. 40-ის შემდეგ ან 40-მდეც, როგორც თვითონ თქვეს, რომ შეიკრიბება წმინდა სინოდი, შესაძლებელია ეს 40-მდე შეიკრიბოს, იმიტომ რომ 40-ის გადახდის რაღაც საკითხებსაც შეათანხმებენ ალბათ და შესაძლებელია იქვე დადგინდეს 3 კანდიდატი. ეს 3 კანდიდატის დადგენა არის ასეთი. დღეს მიდის ძალიან ისეთი
როგორ გითხრათ, არასწორი ინფორმაციების გაჟღერება სახელმწიფო არხებიდან თითქოს რომ მეუფე შიო მოსაღდრე არის პირდაპირ პატრიარქის მიერ დატოვებული კანდიდატი ან საპატრიარქო პირი უკვე და ეს არასწორია. მოსაღდრე ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულად აუცილებელი არის ადამიანი, რომელმაც უნდა განაგოს პატრიარქის სიკვდილის შემდეგ, ეპარქიის დაქვრივების სიკვდილის შემდეგ უნდა განაგოს ეპარქია და უნდა მოიწვიოს სინოდი. აი ამას ნიშნავს მოსაღდრე და მოსაღდრე თავისთავად ავტომატურად არ ნიშნავს რომ ის არის კანდიდატი. თუმცა მოსაღდრე უფრო განცხადებული კანდიდატივით არის თუ მან ისურვა ერთადერთი ვიცით ჩვენ რომ შესაძლებელია უმეტესწილად შესაძლებელია რომ მეუფე შიო იყოს ერთ-ერთი კანდიდატი. მაგრამ როდესაც შეიკრიბება სინოდი, იქ სხვები წამოაყენებენ თავიანთ კანდიდატს და არ არის გარანტირებული ამ სამ კანდიდატს შორის იქნება თუ არა მეუფე შიო. როგორც კი შეიკრიბება სინოდი, კანდიდატებს რო წარმოაყენებენ, იქვე იქნება ხმის მიცემა და პირველი სამი კანდიდატი ავტომატურად ხდება საპატრიარქო კანდიდატი. და ამ სამში შესაძლებელია იყოს მეუფე შიო და შესაძლებელია არ იყოს. ამიტომ რადგან მოსაყდრა ის აუცილებლად იქნება სამ კანდიდატში, ეგეც მცდარი მოლოდინებია, რასაც აჩენს მეუფე შიოს გუნდი და რაც შეეხება იყო ესეთი რაღაც თითქოს პრობლემა, რომ აი პატრიარქის ანდერძი არის თუ არა ვინმე სხვა და ასე შემდეგ, ეგ შეუძლებელია რომ ყოფილიყო, რადგან პატრიარქმა თვითონ განაცხადა მოსაყდრეთ მეუფე შიოს სიცოცხლეშივე, თუმცა ეს იყო არაკანონიერი, ამაზე სინოდის საუბრობდა სინოდის წევრები და სინოდმა რომ ის ხელახლა დაამტკიცა, უпроსტորეთ სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის სიკვდილის შემდეგ მოსაყდრეთ. აი იმის შემდეგ ის არის კანონიერი მოსაყდრე. სხვა წერილი თუნდაც რომ ყოფილიყო პატრიარქის რომ სხვა უნდა პატრიარქს მოსაყდრეთ, თქვათ, დაუშვათ, რომ ყოფილიყო, ის უკვე არავითარი ძალის მქონე არ იქნებოდა, რადგან სინოდმა დაამტკიცა მოსაყდრეთ მეუფე შიო. ამიტომ ეს არის მოსაყდრე და სხვა არაფერი. ყველაზე ზუსტი და ყველაზე ლოგიკური მე რაც მომისმენია ამ ანდერძის და მოსაყდრის საკითხზე არის შემდეგი, რომ პატრიარქს რომ სდომოდა, თავის სიცოცხლეშივე ძალიან მკაფიოდ შეეძლო ამ ყოველფრის გაჟღერება, რომ ჩემს მემკვიდრედ მოვიაზრებ მეუფე შიოს, მსგავსი არაფერი ყოფილა და ეს ანდერძად მოსაყდრეობის საკითხის მოხსენიება ჩემს აღქმაში ზუსტად იმას ადასტურებს, რომ არავითარი ანდერძი არ არსებობს და ამის გამო ანდერძად იხსენიებენ ამ გადაწყვეტილებას, რაც ასევე არ მარტო თქვენგან მსმენია, სხვა სასულიერო იერარქებისგან რაც მსმენია, არის ის, რომ მოსაყდრე მართლაც არ ასრულებს იმაზე მეტ ფუნქციას, ვიდრე აი აქ თქვენ ჩამოთვალეთ. ანუ ამაზე მეტს მოსაყდრე დანიშნა არაფერს არ ნიშნავს და არ ნიშნავდა და რომ სდომოდა პატრიარქს რომ უფრო თქვათ მეტი მნიშვნელობა მიენიჭებინა ცხოვრების განმავლობაში მას ეს შეეძლო, იმიტომ რომ მეუფე შიოს საკმაოდ დიდი ხანია რაც მოსაყდრე არის. ხო? აქედან გამომდინარე თქვენ რა სიტყვით, აი ამ ლოგიკაზე და ამ შეელობაზე. აქაც მე ჩავერთვები, მამაო და მე თქვენც გააგრძელეთ. არათუ პატრიარქს არ განუცხადებია, არამედ ჩვენ სამებაში ვცხოვრობთ, სამების მონასტერში, სადაც პატრიარქი წირავდა მუდმივად და მოსაყდრის დანიშნვის შემდეგაც პატრიარქი იქ ამოსულა, მაგრამ ბოლოსკენ როცა რაღაცა მოხდა, პირდაპირ არ ვიცი რა, მაგრამ პატრიარქმა დაიწყო სიონში სიარული წირვაზე.
და მოსაყდრი გაუშვა სამებაში. რაზეც მოსაყდრე ძალიან შეშფოთდა, რადგან პატრიარქთან იყო სხვა მღვდელმთავრები წირვაზე და მოსაყდრე ცალკე სამებაში, იმიტომ რომ ეს მოსაყდრეს არ აწყობდა პატრიარქის გვერდით სხვა ეპისკოპოსები და თვითონ რო სამებაში ეწირა, ამიტომ იქ მედავითნეებიც კი შფოთში იყვნენ, შეამცირე ლოცვა ეუბნებოდა რომ მიესწრო პატრიარქთან. რომ პატრიარქმა სამებაში გაუშვა და თვითონ სიონში რო იყო ეს რაღაცა კონფლიქტი იყო მათ შორის. და ამავდროულად მერე რო გამოჩნდა, როგორც მეუფე პეტრემ თქვა, პატრიარქმა თურმე გადააგდო ბიძინა ივანიშვილი, რადგან შეპირდაო მას, ანუ ბიძინა ივანიშვილს რომ უნდოდა პატრიარქის გადაყენება და პენსიაზე გაშვება, ეს მე განვაცხადე, რის გამოც მე ჯვარი ამხსნეს, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა რომ მართლა ესე ყოფილა. და ამაში ეს ჩემი დიდი საფუძვლიანი ეჭვია, რომ მეუფეშიოც მონაწილეობდა მთავრობის მხარეს და ამაზე იყო პატრიარქი გაბრაზებული. და ამიტომაც პატრიარქმა საერთოდ არ იზრუნა რომ მეუფეშიო რამენაირად პრივილეგირებული ყოფილიყო პატრიარქობის ტახტზე. აი პატრიარქი როცა იყო მოსაყდრე, მაშინ არის ერთი საინტერესო ამბავი, რომ მთელი დაძაბულობა ხდება მაშინ იქ 7 ეპისკოპოსია, 3 პატრიარქის წინააღმდეგია და მთელი ეს დაძაბულობა არის, ეს არის 77 წელი და მაშინ პატრიარქს ინტელიგენცია დიდ პატივს სცემდა. და მაშინ არის რომ პატრიარქის გვერდით დადგა ინტელიგენცია და ხალხს უყვარდა პატრიარქი. ანუ დღეს რომ ამბობენ რომ პატრიარქმა პატრიარქობაში შექმნა, ესე რომ ვთქვა, ეპოქა, რა თქმა უნდა ეს არის, მაგრამ მანამდეც სანამ პატრიარქი გახდებოდა და მოსაყდრი უკვე ხალხს უყვარდა, უკვე ინტელიგენცია ხედავდა რომ აი ეს იქნება საქართველოსთვის საუკეთესო პატრიარქი. და ამ დროს ამ განსაცდელების დროს მთელი ინტელიგენცია იდგა პატრიარქის გვერდით. აი ეს შედარება მინდა გავაკეთო, რომ დღესო დავაკვირდეთ მოსაყდრეშიოს, მის მხარეს საერთოდ ინტელიგენცია არ დგას, ხალხი არ დგას. იმიტომ რომ ხალხთან ადამიანი ნასაუბრები არ არის, ინტელიგენციასთან, ხალხთან, საზოგადოებასთან, მსახიობები, ჟურნალისტები, რა ნებისმიერი ქართველი ერი. და ხა პატრიარქზე იმდენი რაღაც ისეთი ვიდეოებიც არის, ხალხს რო ხვდებოდა, ხალხს როგორ უყვარდა, როგორი აი ესეთი სახელიც არის პატრიარქზე, სახალხო პატრიარქი და მოსაყდრე, რა ვიცი, ხალხისგან დამალულია და მაღალი სასულიერო იერარქები ირჩევენ პატრიარქს, ხო? მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ვხედავთ საკმაოდ დიდ აქტიურობას სოციალებში და აქ პირდაპირ ხაზი რაც იკვეთება ქართული ოცნების მომხრეები, პროპაგანდისტული არხები და ასე ქართული ოცნების დეპუტატები და ასე შემდეგ მათ ყავთ ერთი გამოკვეთილი კანდიდატურა. ხო? და ეხლა მინდა წავიკითხო, რაღაც სიჩუმე იყო დაახლოებით ერთ კვირანახევარი, 2 კვირის განმავლობაში მართლა დუმილი იყო მეტნაკლებად და ზედიზედ რაც განცხადებები გაკეთდა ამ 2 დღის განმავლობაში ბოდბელმა მთავარ ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, პატრიარქს ჩვენი თავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ილუზიები ყველამ დაივიწყეთ, აქეთ გიკარნახებთ რა გააკეთოთ და რა არა, ყველას ვინც ჩარევას დააპირებთ. ასევე ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო, ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში, რავი სასარგებლოდ, ანუ პირდაპირ ხელისუფლებას ქართულ ოცნებას მიმართავს და ამ დროს გურამ მაჭარაშვილი ამას ეხმიანება, რომ მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახან, აქ ისევ და ისევ ხდება ანდერძად მოსაყდრის დანიშვნის გასაღება, ხო? სხვანაირად, მე არ ვიცი ამას რა უწოდებ, იმიტომ რომ არასოდეს რეალურად არავითარი ანდერძი. ასევე მეუფე გრიგოლის განცხადება, რომ ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები და შედეგები როგორ უნდა იქნეს აღიარებული და მთავარი
ეპისკოპოს ზენონის განცხადება, რომ კათოლიკოს პატრიარქის არჩევა უნდა იქცეს არა დაყოფის, არამედ ერთობის განმამტკიცებელ მოვლენად და ეკლესიის ძალა არის თავისუფლების სიყვარულსა და ერთსრულიანობაში. და ეგ მნიშვნელოვანია სიტყვა, უფრო მნიშვნელოვანია ალბათ სიტყვა თავისუფლება ამ შემთხვევაში რა. და ამ ორ დღის განმავლობაში წამოვიდა. ხო ეს განცხადებები და ეს განცხადებები ალბათ კიდე იქნება. გიორგი ჯამდელიანის მხრიდან ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო კონკრეტულად იქნება, ხო? ხელისუფლება ჩაერევა არჩევნებში. თქვენი აზრი მაინტერესებს პირველი ჩარევასთან დაკავშირებით და მეორე რა მნიშვნელობა აქვს აქტიურობას სოციალებში? ან ქართული ოცნების მომხრეები რატომ აქტიურობენ, ან მათი მოწინააღმდეგეები, იმიტომ რომ რაღაც ნიადაგი მზადდება რისთვის ამ ქართული ოცნების აქტივისტებმა რაც არ უნდა იაქტიურონ, ეს ხო მაინც სინოდის გადასაწყვეტია, გინდისა გინდასა. აი ნახე, ესე იგი სინოდმა უთხრა, მღვდელმთავრებმა ეპისკოპოსებმა უთხრეს, რომ ხელისუფლებას არ ჩაერიო და მეორე დღეს გამოდის ხელისუფლების წარმომადგენელი და ამბობს, რომ მიდი და ანდერძი წაიკითხეთო. იქ ანდერძში წერიაო, რომ მოსაყდრეშიო. ანდერს რო გადახედოთ, გადახედეთ, რომ პატრიარქად მოსაყდრე დატოვა. ხო, ამას გულისხმობს. აი, უბრალოდ დამოკიდებულებას ვამბობი, ხა აი ხელისუფლება როგორ უპატივცემლოდ ექცევა ეპისკოპოსებს და მღვდელმთავრებს. და გუშინ ამას ამბობს მღვდელმთავარი, დღეს ის გამოდის ხელისუფლების წარმომადგენელი და ეუბნება, რომ ანდერს გადახედეთო და ამით უკვე მიანიშნავ ჩარევა ეს. ეს არის ჩარევა, რომ ეუბნება, რომ იქ წერია მოსაყდრეშიო და ამიტომ უნდა იყოს მოსაყდრეშიო. პირდაპირ ჩარევა, ამიტომ რომ ფორმალურად გურამ მაჭარაშვილი წარმოადგენს ხალხის ძალას და ფორმალურად ოპოზიცია. ეგეც გასფალისწინებელი. კი, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გურამ მაჭარაშვილი ვინ არის და რა ისა აქვს დამსახურება. ქართულ ბანკის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც არა, ეკლესიის წინაშე რა დამსახურება აქვს. და მას აქვს როგორც თვითონ თulis ეკლესიის წინაშე და საქართველოს წინაშე დიდი დამსახურება იმით, რომ ქართველი კაცები გათხოვებას გადაარჩინა. აქედან გამომდინარე, მას აქვს ალბათ თulis თვითონ იმის უფლება, რომ სინოდის წევრებს ჭკუა ასწავლონ, იმიტომ რომ მან შეგვინარჩუნა ეკლესიის სიწმინდე. ეგ აძლევს მას ამის უფლებას ეთყობა და აქედან გამომდინარე ის ეპისკოპოსებზე მაღლა დგას. აი ამ დღეში არის ქართული ოცნება, ამ დღეშია საქართველო და ამ დღესია ჩვენი გადამრჩენელები, რომლებმაც ეკლესია აი ვოლსკიმ ეკლესია გადაარჩინა ჩემგან. ვდელისგან, რომელიც არ ლოცულობს. ეკლესია გადაარჩინა ვოლსკიმ. ახლა ეს რა ვიცი, ხუმრობით თუ ვიტყვით, თორე საერთოდ მაჭარაშვილს ვინ ეკითხება ეპისკოპოსების ხო და რამხელა კადნიერებაა, რომ ეხლა ეს რომ მიმართავს, რომ ესე იგი გადახედეთ იმას. და ეპისკოპოსებმა არ იციან? ხო. რას ნიშნავს მოსაყდრის დატოვება? და მაჭარაშვილმა იცის, რომ გადახედეთო, პატრიარქმა ესე დატოვა. ეს არ არის ხო მისი მარტო ერთი ადამიანის ხმა რა იქ. არა, ბუნებრივია. ძანძნელია არ დაინახო რეალურად რადგას ამის მიღმა. მაგრამ მეორე ნაწილი კითხვის, აი აქტიურობა სოციალებში, ეს ხალხი რო აქტიურობს. რა თქვენი რას მსახურება ეს? რა მნიშვნელობა აქვს? მე პირადად მიმაჩნია, რომ გამომდინარე იქიდან არც სოციალებით ხდება არჩევნები და არც ხალხი მიდის საარჩევნო ყუთებთან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ როგორ ხედავთ? დიახ, აი სოციალები და საჯარო დისკუსიები არ არის გაწერილი თვითონ ამ დებულებაში, მაგრამ იქ არის გაწერილი, რომ დელეგატები ეპარქიებიდან და ისინიც არ აძლევენ ხმას. და სხვათა შორის რამ დამაფიქრა, იცით, რომ აი ამ კრებას იწვევენ კრებას, რომელზეც ხდება პატრიარქის არჩევა, ესე წერია. და სინამდვილეში კრებაზე არ ხდება არჩევა. ისევ სინოდს უბრუნდება ეს სამი კანდიდატი და სინოდი ირჩევს სამიდან ერთს და აი კრებაზე არჩევა რატო წერია ამ დებულებაში? რომ მოსაყდრე იწვევს კრებას, რომელზეც ხდება პატრიარქის არჩევა, ჩემთვის ცოტა ისეთია, კითხვის ნიშანია, მაგრამ ალბათ ის იგულისხმება, რომ ყველა კრებაზე მყოფი და ქართული საზოგადოება, ვინც ქართულ საზოგადოების წევრად თulis თავს, ყველა უნდა აქტიურობდეს და თავის ას უნდა გამოთქვამდეს. კი, ჩვენ არ ვირჩევთ
ჩვენ ხმას არ ვაძლევთ, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის ვინ იქნება ხმის მიცემის კუთხით, მაგრამ ჩვენ ეკლესიას საზოგადოებისთვის არ აუკრძალია ამაზე საუბარი, დისკუსია. იმიტომ რომ ეპისკოპოსებიც საზოგადოების წევრები არიან და იმათმაც უნდა გაიგონ საზოგადოების აზრი. და შეიძლება ახლა ოცნება ამ შემთხვევაში ტესტავს საზოგადოების აზრს. მაგრამ მე ვიცი რომ საზოგადოება შეუძლებელია მოსაყდრის პატრიარქობით გახარებული იყოს, იმიტომ რომ ხმა არ მოუღია კოვიდის დროს რამდენი ადამიანი დაიღუპა. ერთი სიტყვა არ უთქვამს, 8 წელია პატრიარქობს. ერთი მისი გადაწყვეტილება, რომელმაც ერს რაღაცი წარადგა, არ ყოფილა. რამხელა დაპირისპირებები, აი მაგალითად თქვენ მეუფე იაკობი ახსენეთ და მეუფე იაკობი სულ ამბობს რომ დავჯდეთ და ვისაუბროთ და რაღაცა სულ ამბობს ამას, არ ვიცი ეხლა რამდენად შეისმენენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ გამოხატავს რომ რაღაცა ერთობა შევქნათ, ნუ ვიქნები დაპირის ერთი არ უთქვამს მეუფეშიოს ეს. საერთოდ არ მიუმართავს და მეუფეშიოს მარჯვენა ხელი ჯაღმაიძე პირიქით ოპოზიციურ ტელევიზიებს კრძალავს და დღემდე იმედში ზის, იმედი რომელიც არის სანქცირებული ბრიტანეთის მიერ და რუსულ აგენტურაში არის მხილებული, აიქზის ჯაღმაიძე და თან ამბობს რომ არ არის რუსეთის აგენტი, აბა როგორ რა უნდა მაშინ იმედში თუ რუსეთის აგენტი არ არის. ამიტომ მეუფე შიო, მეუფე უბრალოდ მამა ანდრია ჯაღმაიძეს პირდაპირ რუსული ფრთა. ჩვენ ამაზე ვართ შეწუხებულები რომ ჩვენ არ გვინდა რუსული ფრთა, რატო არ გვინდა? იმიტომ რომ რუსეთს არასოდეს არ უნდა საქართველოში იყოს ისეთი პატრიარქი, რომელიც არ იქნება რაღაცით კომპრომატირებული. აი ეს არ უნდა რუსეთს. და ვინც რუსეთს უნდა, ის თავისუფალი არ იქნება. მე ამის შიში მაქვს. და მეორე კიდე მეუფეშიომ სწავლებაც კი არ იცის. ქრისტიანული სწავლება არ იცის. და კერძოდ რას გულისხმობ, აი გეტყვით ახლა. წარმოიდგინეთ რომ პატრიარქი გარდაიცვალა და პირველი წირვა დასაფლავებიდან პირველი წირვა რო ჩაატარა სიონში მეუფეშიო მიხადაგა ეგეთი რაღაცა. რომ აი ღმერთი დგასო და ელოდებაო როდის მოუხმობსო ერთი მისი მონათაგანი. ანუ ღმერთი რო ჩვენ მონებად ვიყურებს ამას ასწავლის და ღმერთმა გვასწავლა, ქრისტემ გვასწავლა რომ იყავი სრული ვითარცა მამა თქვენი ზესათასრულად, ჩვენ მამის შვილები ვართ. ასევე გვასწავლა მამაო ჩვენო და თვითონ მოციქულებს ძმები უწოდა და ასევე უწოდა თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. შიო, მეუფე შიო ამბობს რომ ღმერთი გვიყურებს ჩვენ მონებად. და ამას რატომ ამბობს, იცით? იმიტომ რომ თვითონაც როცა მოვა პატრიარქად, სხვა დანარჩენი მისი მონა უნდა იყოს. აი და ეს გამოჩნდა აგერ მეუფე სპირიდონმა, შემოსილმა. წარმოიდგინეთ, არაფრით არ შეიძლება შემოსილი ეპისკოპოსი ვინმეს მუხს უყრიდეს ქრისტეს გარდა. წირვაზე შემოსილი ეპისკოპოსი გვერდი დაჩოქილი ხელებს უკოცნის. თან 77 წლის თუ გადაცილებული თან წლოვანება მაინც რომ გაითვალისწინო თვითონ არის 57 წლის თუ რაღაცა მეუფეშიო და აი ესეთი უხუცესი ეპისკოპოსი მის წინაშეა დაჩოქილი, იმიტომ რომ აი ღმერთი თუ მონებად გვიყურებს, ესე იგი ის არის მე ჩვენი ბატონი და ჩვენ ყველა მისი მონა. ასე მეც მონასავით გამყიდა იმან ჟაღმაიძე და ბოტკოველმა 300,000-ად გამყიდეს შიოს კურთხევით და პრემიერის დავალებით. ესე იქცევიან და ესე მოიქცევიან და ესე გააკეთებენ და ღმერთთან უკრავს რომ ის იყოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და რაც შეეხება სწავლებებს ახლა აქ ღერმა არ იცის იმდენი და რომ მოყვე აი მაგალითად ღვთისმშობელსო სულიწმინდა ჩაუსახლდაო აი ისეთ რაღაცებს ამბობ. უნდა იყოს მაგაზე დაბარებული იქნება და ხატებაო არისო ღვთის ენერგიებიო.
ხატება არის ქმნილება, ჩვენ ხატად ვართ შექმნილი და შეუძლებელია ღვთის ენერგია შექმნილი იყოს. ღვთის ენერგია ღმერთია. ხატება თუ ღვთის ენერგია, ესე იგი ჩვენ ქმნილება არა ვართ მაშინ. ანუ ეს ისეთი სწავლებებია თან, იცით როგორ არის, პატრიარქი ასე დოგმატურ სწავლებებს არ ქადაგებდა. არასოდეს არ უქადაგია, არ ეხებოდა. და არც შეიძლება იმიტომ რომ პატრიარქი ხარ შენმა ერთმა შეცდომამ შეიძლება ეკლესია დაღუპოს და ეს პირდაპირ დოგმატებს ქადაგებს მაშინ როცა მან არ იცის და მეუფეშიოს პრობლემა რა არის იცით რომ მან არ იცის მაგრამ ისიც არ იცის რომ მან არ იცის თორე რო არ იცი კი ბატონო შეიძლება არ იცოდე ყველაფერი არავინ არ იცის მაგრამ რო არ იცი ეს არ ნიშნავს იმას რომ ისი ქადაგო რაც არ იცი და აი ესეთი რა ვიცი აი უცოდინრობა სუფევს მაშინ აი სხვათა შორის იმას დავამატებდი მე ზერის აქტიურობაზე რომ თქვით და რა არის აი ერის აქტიურობაც ეხლა რა თქმა უნდა ეხლა ერი არჩევნებში მონაწილეობას ვერ ღებულობს მაგრამ ერის განიცდის იმას რომ ხვალ მისი შვილების მასწავლებელი სულიერი მასწავლებელი ვინ იქნება აი ხა ერთი რამე მაგალითად ვიტყვი სხვათა შორის ეს ძალიან ესეთი პროექტია ეს განათლების სამინისტრო და მეუფეშიო და ის ჯაღმაიძე ამათი ერთად ყოფნით ესეთი ღირებულებითი განათლება მღვდლები შედიან სკოლებში და მოკლედ დასწავლიან ბავშვებს ღირებულებით განათლებას მაგრამ ეს განათლების სამინისტრომ დაიწყო აქ ხა რა არის ყველაზე ისეთი ის რომ აი ამ ყველაფრის სათავეში დგას მოსაყდრე და ჯაღმაიძე აი ჯაღმაიძე მის უნდა ასწავლოს ჯერ ღირებულებითი განათლება ანუ ეს ხა ხო საერთოდ ცალკე თემაა მაგრამ მაინც ხა რო ვთქვათ ხომ აი რო შევხედოთ აი ამ განათლების სამინისტროდან მოდიან ადამიანები და მღვდლებს ასწავლიან როგორ უნდა ასწავლონ სასულიერო პირებმა ღირებულებითი განათლება მღვდელს როგორ უნდა ასწავლოს განათლების სამინისტრო ღირებულებით საერთოდ ღირებულებებზე როგორ უნდა ისაუბროს მღვდელს რატო უნდა გასწავლიდეს ამას დღეს განათლების სამინისტრო ამას რატო აკეთებ მოსაყდრე რო ხარ შენ ეკლესიას დღეს სამღვდელოებასთან რატო ქმნი ისეთ გარემოს რომ განათლების სამინისტრო დაგვიყენე მასწავლებლად მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი აზრით ძალიან დიდი რაღაცა ჩანაფიქრი აქვს ხა იმიტომ რომ ხა განათლების სამინისტროს რო დიდად დაინტერესებდეს ერში ადამიანების ღირებულებითი განათლება თუ რა ვიცი საიდან მოიტანეს საერთოდ ესეთი სახელწოდებას რაღაც ვინ ებრძვის ჩვენს ეხა ეს ყველაფერი ხო ის არის რომ თვითონ ჩვენ დასავლეთი გვებრძვის ჩვენ გარესამყარო გვებრძვის და ჩვენ ეს ღირებულებები უნდა დავიცვათ და რაღაც შექმნილი ის არის რა ესეთი სურათი და არ შეიძლება ესეთი ეს მოსაყდრის ბრალია პირდაპირ ჯაღმაიძე და მოსაყდრის რომ ესე არ შეიძლება მღვდლების მიმართ უპატივცემლობა რომ და ჩვენ დაგვიყენო მასწავლებლად განათლების სამინისტრო თუ ჩვენ როგორ უნდა ვასწავლოთ რო ქრისტიანულ ღირებულებებს განათლების სამინისტრო გასწავლიდეს არქიმანდრიტს ხო არქიმანდრიტს და მღვდლებს და ჩვენ ესენი გვასწავლიან ეს როგორ შეიძლება ეგეთი ის აი ამას სხვათა შორის აი არასდროს ხა პატრიარქის ჩვენ რატო საუბრობთ აი როცა დღევანდელ რაღაც მოვლენებს ხშირად ვადარებთ აი პატრიარქის იმას პატრიარქი ესე ხელისუფლებას ესე ადვილად არ უშვებდა მღვდლებთან და აფასებდა თავის მღვდლებს და პატივცემდა ეკლესიას და ამიტომაც იცოდა ხელისუფლებამაც რომ ეკლესია სხვა სიმაღლეზე იდგა მაგრამ როცა შენ ეკლესიას ესე თვითონ შენექცევი შენ სამღვდელოებას ესე უპატივცემლოდ აი კიდე ერთი რამე მინდა სხვათა შორის ეს აღვნიშნო რომ აი პატრიარქზე დიდი ისრო აქვს რომ მეუფეშიოს დიდად უყვარდა პატრიარქი დიდად პატივცემდა პატრიარქს საერთოდ ძალიან მარტივ ამბავს ვიტყვი რომ პატრიარქის დაკრძალვის დღე რომ იყო მაშინ სამებაში სხვათა შორის იყო სამღვდელოება მოწვეული და იდგნენ წირვაზე აი სამების სამღვდელოება სადღაც სამებაში არის 30-მდე 28 27 ნუ არქიმანდრიტები მღვდელმონაზვნები ბერები იღუმენები და სამებაში წირვა რომ ტარდებოდა პატრიარქის დაკრძალვის დღე რო იყო მაშინ იყო სულ თეთრი სამღვდელოება ანუ ის სამღვდელოება რომელიც
მეუფე შიოსთან არის დაახლოებული და აი ხა როგორი საინტერესო არის ხო ხა პატრიარქის მონასტერი იყო პატრიარქია წინამძღვარი იქ ხო უნდა მდგარიყვნენ რა პატრიარქის ის მონასტრის სამღვდელოება საშვები არ ქონდათ ხო და არც შენ ქონდა საშვი არც მე და არც იმათ ეხლა მე კაი ჩემზე შეიძლება ვინმე თქვა ასომნო შენ შეჭრმა არავის არ ქონდა ეხლა არავის შეიძლება ერთი და ორს ქონდა იქ ვიღაცებს რამდენიმეს ქონდა მაგრამ თლიანობაში მაგალითად მამაშიოს რატო არ ქონდა ხდელია მამა ანდრიას რატო არ ქონდა და ბევრ ხუდლებს არ ქონდა და იყო რომლებსაც არ ქონიათ და აი ამაშიც ჩანს უბრალოდ დამოკიდებულება მოსაყდრის რაც გაჟღერდა ყოველ შემთხვევაში თუ ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი ანუ შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად ამბიციაც, გამოცდილებაც და მხარდაჭერაც რომ არჩეული იქნას პატრიარქად და თუ რამე მეშლებან სიას ვინმეს დაამატებთ ეს არის მეუფე შიო, მეუფე დანიელი, მეუფე იობი და მეუფე ისაია. ხო, 4 კანდიდატურა თუ ვინმეს კიდე მეუფე გრიგოლიც იყო 1-2-გან მოხსენიებული თუ ასე საერთოდ რუსულ წყაროებში გაჟღერდა მეუფე გრიგოლის კანდიდატურა, ოღონდ გაჟღერდა რაღაც ცუდ კონტექსტში რომ აი ამის არჩევას მეუფე გრიგოლის არჩევას თქოს ცდილობენ და რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო რაღაც გავსი არ მინდა სპეკულაციებში შევიდე, მაგრამ თქვენი აზრი ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით ამ ვინმეს დაამატებდით, გამოვაკლებდით, რატომ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ რომ შიოს გამოვაკლებდი ამ სიას და აქედან რომელსაც აირჩევდნენ სინოდის წევრები მას თავისთავად ხო, ამიტომ მე ვფიქრობ რომ შიოს რო ხელისუფლება უჭერს მხარს ამის გამო არა. იცით შეიძლება სხვა კანდიდატსაც დაუჭიროს ხელისუფლება მხარი, მაგრამ ეს სხვა კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს გულშემატკივარი ეპისკოპოსი და საქართველოს ეკლესიისთვის მზრუნველი ეპისკოპოსი. შიო ასეთი არ არის. შიო არის მოსკოვიდან ჩამოსული, მოსკოვიდან გამოგზავნილი, მოსკოვის მოწონებული, მოსკოვის ხარდაჭერილი და საქართველოს მთავრობას დღეს პრობლემა აქვს. შიო რომც არ უნდოდეს, მას არ შეუძლია რომ შიოზე უარი თქვას. იმიტომ რომ ის როგორც მთავრობა ისე ეკლესია უნდა რუსეთს რო რუსეთიდან იმართებოდეს. და ჩვენი მთავრობა რო რუსეთისგან თავისუფალი არ არის, ეგ ხო 2x2-4-ია. და იგივე უნდა ისა. და ამიტომ მე ძალიან შეშობ რომ შიო არ დააყენოს მთავრობამ რუსეთის დავალებით. აი სხვა როგორ უნდა დააყენოს ახლა არჩევნებზე ზემოქმედების ბერკეტები აქვს რეალურად. სულ არის 39 იცით წინა არჩევნებზე ეს ელექტრონული არჩევნები იქნებაო და მთელი ოპოზიცია იძახდა როგორ უნდა გააყალბოს, როგორ უნდა გააყალბოსო და გააყალბა ყველაფერი. არა. ამიტომ მეც არ მინდა ახლა თქვა რომ არა ის ვერ შეძლებს და ვერ გააყალბებს თქვა, მაგრამ რაღაცა რუსები ამერიკის არჩევნებში ერევიან, როგორც ამბობენ და ახლა სინოდში 39 კაცია და რო ჩაერიოს, ეპისკოპოსები ასე რო იძახიან ხმამაღლა. ეთყობა მათ ჩარევა დაწყებული აქვს. იმიტომ რომ მე თვითონ ცხადად არაფერი არ მინახია ახლა მაჭარაშვილის განცხადებას თუ არ გავითვალისწინებ, ცხადად მთავრობისგან არაფერი მოქმედება არ ყოფილა ისეთი, ხო? და რატო თქვა მეუფე იაკობმა, რატო თქვა მეუფე გიორგიმ, იქეთ მეუფე გრიგოლმაც კიდე რაღაც ისა რო თუ არჩევნებზე, აი რატო ამახვილებენ ამაზე ყურადღებას, იმიტომ რომ რაღაცას მოქმედებენ უკვე. რაღაცა მოქმედება არის. და ამიტომ იძახიან რომ არავის არ რაც შეეხება სხვა კანდიდატურებს, აი როგორ შეაფასებდით ანუ მათი არჩევის შანსებს? ახლა მეუფე შიო და მეუფე სტეფანე ორივე ეკლესიაში მწვალებლობას ავრცელებენ, ზიარებას რაც შეეხება, მე მაგაზე დიდი ხანია ვიძახი და იმედი მაქვს შემდეგი სინოდი მაგას განიხილავს, როცა მეუფე შიო არ იქნება სინოდის მომწვევი.
და არ შეიძლება მეუფეში 8 წელი ეკლესიაში არის და მის ეპისკოპოსობის დროს და პატრიარქობის დროს ასე ვიტყოდი უკვე პატრიარქობდა ის იმიტომ რომ ის ხელმძღვანელობდა პატრიარქთან არავინ არ შედიოდა საქართველოს ეკლესიაში მწვალებლობა ვრცელდება ზიარებასთან მიმართებით ამას ავრცელებს მეუფე სტეფანე რომელიც არის მეუფე შიოს თავგადაკრული მხარდამჭერი ანუ ერთი ჯგუფია და მე მივმართე რამოდენიმეჯერ რომ სინოდი მოიწვიეთ მაშინ მითხრეს სინოდს პატრიარქი იწვევსო ჯაღმაიძე მითხრა და არ მოიწვიეს სინოდი და ვამბობდი რომ წვალებლობაა და თან მარტო კი არა მე მღვდლები აყვნენ სხვები და ისინიც ვამხილე მაგრამ შიო და მისი გუნდი ხმას არ იღებს ამიტომ მე ვამბობ რომ შიო არა მხოლოდ იმიტომ რომ რუსის არის არამედ ის იმას სწავლება არ იცის და ეკლესია შეიძლება მწვალებლობაში ჩავარდეს მის დროს. ამიტომ ვამბობ რომ ის არ შეიძლება, აი სხვა დანარჩენს რო წარაყენებენ. იქიდანაც ვიტყვი თუ ვინმე ისეთი იქნება. აი იმედი მაქვს მეუფე სტეფანეს არავინ არ დააყენებს კანდიდატად და აი სხვა დანარჩენის არჩევის შანსებს როგორ განიხილავთ? მე მეუფე რამდენად მეტხმას მიიღებენ და შემდეგ კიდე ასევე გამახსენდა მეუფე აბრამი რომელიც ახალსაც ხშირად ახსენებენ რომ კანდიდატად არასოდეს არ ყოფილა მოხსენებული არ არის ჯერ გამორიცხული ეს ყველაფერი ასაკიდან გამომდინარე ამბობენ რომ მაგრამ ჩვენ არ ვიცით კანდიდატები ვინ იქნება ამიტომ ამ კანდიდატებზე მსჯელობა ცოტა ისეთი არის მაგრამ რაც ვინც გაჟღერდა და რაც გაჟღერდა იქიდან მეუფე აბრამი მე ძალიან მომწონს ის შეძლებს ეკლესიის მართვას და მით უმეტეს ის სემინარია აკადემიის რექტორი იყო და იყო საკმაოდ მოწესრიგებული, განათლებული და ასე შემდეგ. მეუფე ისაია უპატიოსნესი ადამიანია და ძალიან მომწონს, სხვების შეფასებას არ დავიწყებ, მაგრამ არ ვიცი, აი სინოდში რახან ესენი არიან, ესე იგი სინოდს საკმაოდ კარგი არჩევანი შეუძლია გააკეთოს და სხვა როგორ არის იცით იქ არის მეუფე დანიელი, მეუფე იობი და მეუფე აბრამი ერთ-ერთი დიდი გუნდი ესე ვიტყვი. დიდი გუნდი რომლებსაც ყავთ მომხრე მღვდელმთავრები და აი ამ სამმა და კიდე პლუს ვინც არის იქ რაღაცნაირად უნდა მოილაპარაკონ და საერთო კანდიდატი უნდა დააყენონ. მე ასე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე უკეთესი და მეუფე ესაია მეუფე დანიელის გუნდში არის და ასევე მეუფე იობსაც ყავს გუნდში ძალიან კარგი მღვდელმთავრები, მეუფე აბრამსაც და თუ ვინმე ახალგაზრდას გამოარჩევენ, ამ სამმა გუნდმა უნდა იტვირთოს ეს საკმაოდ რთული მისია და საუკეთესო კანდიდატი უნდა დააყენონ რომ გაიმარჯვოს და ყველა კმაყოფილი იყოს. ხო ეხლა მე ერთხელ მკითხეს რომ შენ ვის ფიქრობო და მე ვთხარ ეხლა მე ვის ფიქრობ, ვის არ ვფიქრობ მაგას გეტყვი მეთქი და ვის არ ვფიქრობ და პირდაპირ თქვი მოსაყდრეშიო, იმიტომ რომ რატომ იცი ხა, იმიტომ კი არა რაღაც ეს პირადი რაღაც ის კი არ მაგ უბრალოდ მე ხა ბევრს გონია რომ რაღაც პირადად მან რო შემიჩერა მღვდელმსახურება, მაგიტომ რაღაც პირადი ის მაგარანაირი პირადი არ მაქვს ხა პირადი რამე რომ მქონოდა. თუმცა არც ეს არის ხო, ცოტა. ხო, არც ეს არის ცოტა ჩემთანაც არასწორად მოიქცა. რომ დავფიქრეთ ხა მამა ილიას შეუჩერეს. მე შემიჩერეს და ვიღაცა მოძალადე არქიმანდრიტი რომელმაც ახალგაზრდა გოგონებზე იძალადა და შეჩერებული ჰქონდა იმას დაუბრუნეს მეუფე თეოდორემ და მეუფე შიომ აბა ხო არ გავაღიზიანებთო და აი მე არც ვიცი რაზე შემიჩერეს მამა ილიას ერზახოსი რატომ მიწოდეოდა არის და რა სხვათა შორის არც ის სხვათა შორის იქაც განჩინებაში ისიც არ წერია რომ რატომ
შეურაცხყოფელი, ანუ რა არის, იცი, იმდენად ის არის, რომ აი საკუთარი თავზეც არ აიღო ის, რატო შემიჩერა მღვდელმსახურება. იქ წერია, რომ შეურაცხყოფა მღვდელმთავრების ესე და მთელი ის ჩაწერა და აი აქ არის ხა რა ის შედარებით რომ თქვა და აი მოსაყდრი უბრალოდ ხა ადამიანს არ იცნობს ერი. როგორ შეიძლება ხა პატრიარქად ადამიანი მოდიოდა და უბრალოდ ტელევიზორში ვერ გამოდიხარ. უბრალოდ საზოგადოებასთან ერთთან არსაუბრებ. აი სხვათა შორის ერთი დიდი ხმაური იყო ბზობის იმაზე. აი ბზობას მანქანებით რომ შევიდა იმაში. აი პატრიარქი დაცვით არ და პატრიარქ დაცვა არ ყავდა. პატრიარქის დაცვა არის აი მციანიდის მერე როცა სახელმწიფომ დაუნიშნა თორე პატრიარქი საერთოდ მისი იყვნენ სტიქაროსნები და ესეც მოღვაწეობდა და იქ ეხა იქ სიონის ეზოში მართლა იქ ასვლა ესე ჯერ ეს 1 2 მეორე ჯიპი უკანეს დაცვა რომ მოყვება. აი ერთი ის არის სხვადასხვა სოფლიო პატრიარქი პირველად რო ჩამოვიდა საქართველოში 87 წელს დიმიტრიოსი. მაშინ არის ის კადრები რომ იქ სანაპიროზე მანქანას აჩერებს და ეს სოფლიო პატრიარქი ფეხით ამოდის იმ გზას დიმიტრიოსზე და მე როცა იქ ჩვენი პატრიარქი დახვდება და მე ერთად ჩამოდიან ისევ იმ გზით სოფლიო პატრიარქი და ანუ იქ იმ გზაზე არ დადიოდა პატრიარქი მანქანით. ეხლა რა უხერხულობა არ არის ეხლა რაღაც ესე რომ პირდაპირ მაგრამ ეს ყველაფერი იმქედან არის გამოწვეული რომ ხალხთან ურთიერთობის ისაკ აი სხვათა შორის ერთი ის მენიშნა მე მოსაყდრებ რო ჩაატარა წირვა და იქ ხელისუფლების წარმომადგენელი პრეზიდენტიც იყო და იქ ერთ-ერთმა რო დაიძახა ისა ხო ხელისუფლებაზე იქ ერის კაცმა ვის ტაძარში აი სხვათა შორის რა არის იცით ეხლა იქ რო პატრიარქი მდგარიყო მაგას ის არ იტყოდა. იმიტომ რომ პატრიარქის მიმართებაში ხალხს ჰქონდა და ერთსაც ჰქონდა რაღაც სხვა პატივისცემა. აი თვითონ მოსაყდრის მიმართებაში რატო აქვს ეს განწყობა? იმიტომ რომ არაფერს არ ხედავენ რომ ერისთვის კაცი აკეთებს. არაფერს არ აკეთებს ერისთვის ადამიანი. და რაღაცა იქ უბრალოდ რაც ამ მოსაყდრეობაში გამოაჩინა თავისი მოქმედებების უკადნიერება. ესე მანქანებით შესვლა და იქ სადაც პატრიარქი ფეხი დადიოდა შე რომ მანქანებით დადიხარ. მეორე კიდე ხა მახათაზე წირვა ჩაატარა და მაღალდასაჯდომელზე იქროზის ის ფოტოც იყო ხა იმაზე იყო ბევრი ის რომ იქ მაღალდასაჯდომელზეო ამ დროს როცა პატრიარქი გარდაცვლილია ეპარქია არის ცხეთა-თბილისის ეპარქია არის დაქვრივებული და მის მაღალდასაჯდომელზე იქ სადაც პატრიარქი ჯდებოდა იქ არავინ იმიტომ დაქვრივებულია ტახტი და ესე დროს ეხა ესეთი ის იყო რომ ზოგი ამბობდა შეიძლებოდა მახათაზე მას შეეძლო იქ დამჯდარიყო იმიტომ რომ საკათედრო ტაძარი არ არისო და ის საკათედრო ტაძრის მაღალდასაჯდომელი არისო დაქვრივებული და ეხა ეს დოგმატიკა ხო არ არის მართლა უბრალოდ ელემენტარული პატივისცემა უბრალოდ ელემენტარული რაღაც განცდა იმის რომ მაინც ის პატრიარქის ტახტი ხარ მაგას მნიშვნელობა არ აქვს თუნდაც ნებისმიერ პატარა ტაძარში რომ წირვა ჩაატარო დღეს მოსაყდრემ და იქ რომ მაღალდასაჯდომელი სკამია უბრალოდ პატივისცემა რომ მოერიდები არ დაჯდები მაინც იმიტომ დაქვრივებულია ტახტი და აიცი ხა იქ რო ზის იმ ტახტზე რაღაც ესეთი დიდების საერო ადამიანი არ აქცევს ყველგან არა სხვათა შორის რა არის იცი ძალიან დიდი რეაქცია მოყვა საერო ადამიანებისგან რომ ძალიან ესეთი უარყოფითი ის იყო არ მოეწონათ ეხა ეს ყველა მიცის რომ დღეს როგორ არის იცით აი ადრე შეიძლება კიდე იყო რომ რაღაც საეკლესიო წესებში ადამიანს რაღაცეებზე ესეთი ღრმაცოდნა არ ქონოდა მაგრამ დღეს ამ სოციალურმა ქსელმა იმდენად გაადვილა ურთიერთობა და ცოდნის ერთმანეთისთვის გადაცემა რომ ერთმა თეოლოგმა რომ რაღაც დაწერა და თქვა რომ ეს არისო ის სადღაც ერთ 10 წუთში ნახა 100,000 კაცმა ამიტომ იცოდნენ ძალიან დიდი ესეთი უარყოფითი რეაქცია მოყვა იმ მაღალდასაჯდომელსაც არ მოეწონა ერთს ესეთი საქციელი არასასიამოვნო იყო ეს ყველაფერი და მე რო ხედავ მე რო უყურებ ამაში უბრალოდ ხედავ რაღაც დიდების მოყარეობით გატაცებულობას. პატრიარქის კრიტერიუმთან დაკავშირებით მინდა და მეკითხა იყო ერთი ხტომაც ჩატარდა სადაც განათლების და ასაკის საკითხი იდგა. ხო? და განათლების და ასაკის საკითხი მოდი ყოფს თავის სახელი დავარქვათ ამ გზით სავარაუდოდ შეიძლება
პატრიარქობის ორი კანდიდატურა იქნეს ჩამოცილებული, ხო? ეს არის მეუფე ისაია და მეუფე დანიელი. მე მოვისმინე და წავკითხე აბსოლუტურად ყველა არგუმენტი თუ რატომ არის ეს შეუძლებელი, უბრალოდ კიდევ ერთხელ თქვენგან მინდა გავიგო როგორც განათლების კრიტერიუმზე, ასევე ასაკის კრიტერიუმზე. არაფრით არ შეიძლება რომ ჩვენ თქვათ ეკლესიური სწავლებიდან გამომდინარე, მოდი ესე ვთქვათ. დიპლომები ეს საერთოდ ახალი შემოსულია. ის რომ დიპლომის მიხედვით ადამიანს თეოლოგს უწოდებენ, ესეც ახალი შემოსულია. თეოლოგი სულ სამი ყავს ეკლესიაში. პირველი თეოლოგი ღვთისმეტყველი არის იოანე ღვთისმეტყველი, ანუ ქრისტეს მოწაფე. ეს არის პირველი თეოლოგი, პირველი ღვთისმეტყველი. მაგრამ ეს დიპლომური თეოლოგია ახალი შემოსულია საერთოდ. ამიტომ ეპისკოპოსი იყოს და განათლება დაუწუნო, მაშინ იმწვალებელი უნდა იყოს, არ ვიცი მე ეს საიდან მოდის საერთოდ. ძალიან კარგი იქნება თუ საქართველოს მართვა-გამგეობაში ჩაიწერება, რომ არ შეიძლება სემინარია აკადემიის სასულიერო განათლების გარეშე ვინმე ეკურთხოს მღვდლად. ეს იმ მართვა-გამგეობაში არ წერია, მაგრამ მიღებულია ეს კანონი, რომ ყველა მღვდელს უნდა ქონდეს სასულიერო განათლება. და უნდა ჩაიწეროს, რომ მიტროპოლიტობამდე, ანუ ეპისკოპოსობამდე არ შეიძლება მივიდეს კაცი, თუ მას არ აქვს სასულიერო განათლება, სასულიერო განათლების მადასტურებელი, თქვათ, დიპლომი, საბუთი. მაგრამ როდესაც კაცი მიტროპოლიტია, რო თქვა რომ არ შეიძლება მისი პატრიარქობა, იმიტომ რომ არ აქვს ესა თუ ის დიპლომი და სასულიერო განათლება არ აქვს. ეს არის როგორი არ ვიცი, არ შეიძლება ამის თქმა. ეს არასწორია. მაშინ მიტროპოლიტად რა უნდა მას? თუ პატრიარქობა არ შეუძლია, მიტროპოლიტობა როგორ შეუძლია? პატრიარქიც ხომ მთავარ ეპისკოპოსი და მიტროპოლიტია. ამიტომ ეს საკითხი არ უნდა დადგეს ესე და რა შეეხება წელს ეს წლები ჯულის კანონში ირღვევა და დარღვევაც არ ქვია. ჯულის კანონში იცვლებოდა კიდეც საუკუნეების მიხედვით. რა საშუალება და რა შესაძლებლობა ჰქონდა მაშინ ეკლესიას იმის მიხედვით. ამიტომ იმის გამო რომ ის 77 წლის არის, თუ ის ჯაზ ეს მეუფე დანიელს არ ეხება. მე ვთქვი და კიდევ გამიმეორებ. იქ წერია არაუმეტეს 70 წლისა. ქართული ენის სპეციალისტებმა მითხრეს, მე ვიკითხე ეს, ყველა ერთი და იგივეს მეუბნება. არაუმეტეს 70 წლისა ნიშნავს, რომ ის არ უნდა იყოს 71 წლის. ჩვენ არსად მაგალითად ექიმთან რომ მივდივარ და რამდენი წლისა ხარ რომ უნდა ჩაწეროს იქ, მე რო უთხრა ის 58 წლის და 3 თვის ვარ მეთქი, გაიცინებს. 58-ისას ჩაწერ სანამ არ ვიქნები. ეგ ყველანაირად ესეა, მათ შორის რო აიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, თუ წერია რომ არა უმეტეს 5 წლისა, იქ იგულისხმება რომ 6 წელი არ უნდა იყოს. 6 წელი არ უნდა იყოს და მეუფე დანიელი არ არის 71 წლის. ამიტომ ეს ავტომატურად არ ეხება მას და რატო ამბობენ ეს ჯაღმაიძემ თქვა. ამასო სინოდი განიხილავსო და ჯაღმაიძეს არა აკეთება ქართული განათლება რუსეთში ცხოვრობდა ეს მოსკოვში და ეს არ ესმის. მაგრამ ქართული ენის სპეციალისტს უკითხავენ, ყველა ეტყვის, რომ ეს არ ეხება მეუფე დანიელს, ეს ეხება მეუფე აბრამს, რომელიც არის 77 წლის. მაგრამ თუ ის არის ჯანზე, მას თუ შეუძლია, თუ ის არის საღად და შეუძლია მას პატრიარქობა, თუნდაც 10 წელი, და რატომ არ უნდა იყოს? პირიქით, ესეთი მამა გვჭირდება. ამიტომ ეს ამ წელზე ესეთი ჩაციკლა, მე მგონი არ იქნება სინოდზე. და იმედი მაქვს, რომ შეცვლიან მას და ჯანსაღი მორწმუნე და ნამდვილი მამა გვეყოლება
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. აი ესე ახლა თქვენ ბრძანეთ ავტორიტეტი არ აქვს, სახელი არ აქვს, ხონამდე ბრძანეთ და ესე უცნაური კი ანუ 9 წელიწადია გასული, ხო? არ არის ეს მცირე დრო, ძალიან დიდი დრო როგორც. ხო და არც ერთ პრობლემას არ გამოხმაურებია რა. ეს არის გასაკვირი. არც ერთს და რატო უნდა იყოს მოლოდინი იმის რომ ხვალ გამოიხმაურება. ახლა პრობლემებზე რა კი ბრძანეთ, მეც მაინც მინდა ამ საკითხს შევეხო. რომც არ ისაუბრო ჩვენ საზოგადოებაში არის გახლეჩილობის პრობლემა რა არის პრობლემა იმის რომ ერთხელ ყავს დაუშველი მოძალადეები და მეორე მხარეს ყავს ამ ძალადობის საკმაოდ ბევრი მსხვერპლი რომლებიც კიდე ზემოდან ციხეში არიან რა და ფაქტია რომ ამას ძალიან ბევრი სასულიერო პირი სხვადასხვა დროს გამოვეხმაურა. ბოლო მართლა მე რაც ვადევნებ თვალყურს მეუფე იაკობი იყო. და ეკლესიის როლი ამ მიმართულებით ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს. მე ყოველ შემთხვევაში ესე მესმის, ხო? ანუ ეკლესიამ უნდა იტვირთოს საზოგადოებაში ამ შემთხვევაში რაღაც მომრიგებლის როლი, შუამავლის როლი, ან შეიძლება არასდროულად მესმის, მაგრამ გონია რომ აი ეს ზუსტადად ისე მესმის როგორც საჭიროა და თქვენ რას ფიქრობთ და ზოგადად რას მოელით ახალი პატრიარქის არჩევისაგან ჩვენ მყავს რუსეთის ერთგული რუსეთის მომხრე რუსეთიდან მართული მთავრობა ძალაუფლებაში და ყავდა პატრიარქი რომელიც ცდილობდა ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს აი ამას რო ცდილობდა პატრიარქი და პატრიარქმა იცოდა რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ერთ-ერთი გარანტი იყო ეკლესიის დამოუკიდებლობისა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება პატრიარქი, ვინც იქნება კეთილგონიერი, ვისთვისაც სახელმწიფო და საეკლესიო დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესი იქნება. და მე არ მაქვს იმის იმედი რომ მეუფე შიოსთვის საეკლესიო და სახელმწიფო დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესი იქნება. ამის იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ რუსეთისთვის ეს მიუღებელია, რუსეთისთვის არის მისაღები მხოლოდ და მხოლოდ რომ ჩვენ ვიყოთ ფორმალურად დამოუკიდებელი და ასევე ვიყოთ რუსეთის ერთგულ მონობაში, მსახურებაში და მისი ბოსტანი როგორც ამბობენ. ამიტომ მეუფე შიოს მოსვლით მთავრობა რომც შეიცვალოს და მოვიდეს ნორმალური მთავრობა, რომელიც იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე და ჩვენი ქვეყნის ერთაშორის ერად წარმდგენელი მეუფე შიო თუ აირჩიეს პატრიარქად, მეუფე შიო საქართველოში იქნება ტროვას ცხენი. ამიტომ მე პირდაპირ ვამბობ რომ ის არის რუსეთის კანდიდატი, რუსეთის მომხრე და ის რუსეთის პოლიტიკას ერთი წამითაც არ დაუპირისპირდება, მაშინაც კი, როცა ჩვენთან მთავრობა შეიცვლება. ამიტომ ეგ საშიშია და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ეს ჩვენმა ერმა სინოდმა არ უნდა დაუშვას რომ ის გახდეს პატრიარქი. აი სხვა დანარჩენი მე მაინც მგონია რომ ცოტა უხუცესი პატრიარქი უფრო შეძლებდა ისეთი როგორიც არის მეუფე აბრამი ამ სიტუაციიდან ერის გამოყვანას. ძალიან მძიმე ის არც დაპირისპირებულია, მაგრამ მან იცის დამოუკიდებლობის ფასი, მან იცის ჩვენი ავტოკეფალიურობის ფასი, მან იცის ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის ფასი. მით უმეტეს თბილისშია გაზრდილი, მაგრამ სოხუმელია. ხო, სოხუმელია. და ეხლა თქვენ სოხუმელი ხართ და იცით თქვენი სურვილი და ტკივილი რა არის, რომ საქართველოს ერთიანობა და საქართველოს გამთლიანება და ეგ არის მისი ტკივილიც და მე ვფიქრობ რომ საუკეთესო კანდიდატი იქნება და ღმერთმა ქნას რომ ისეთი პატრიარქი მოვიდეს რომელსაც ჩვენი ერის გამთლიანება შეიძლება და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ეკლესიის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ეს სხვადასხვა მეუფე
აბრაამთან რო შეადარი და მეუფე აბრაამს ყავს რამოდენიმე ეპისკოპოსი ნაკურთი ხო სინოდში ჩვენთან მეუფე აბრაამის კარგი ეპისკოპოსები და სხვათა შორის აი კიდევ ხა ეს მღვდელმთავრები მაგრამ მეუფე აბრაამი რომ დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი ეს სამღვდელოება ვინც ირგვლივ ახალგაზრდები ბევრს ვიცნობ იმათგან ვინც აი ჩვენ მესასულიერო აკადემიაში რო სწავლობდი იქედა ვიცნობ მამა თამაზლომიძეც ხო მამა თამაზლომიძეც რაღაც ჯერ არ გაჩუმებულა ხო ამბობს ყოველთვის და ესეთი აქტიური სულ რაღაც როცა ერში ეს დაძაბულობა იყო მუდმივად ამბობდა სიტყვას და ეს მამებიც ყველა სამღვდელოების რაღაც ახალგაზრდები ბევრნი არიან იქ მე ხა მე ჩემი თაობის ის არის მაინც და ისეთი კარგი სამღვდელოებაა მართლა კარგი სამღვდელოება ну ამით რის თქმა მინდა რომ ესე იგი მეუფე აბრაამთან რომ ევროპაში რომ ქართველი სამღვდელოება ესე შეიკრიბა ესე იგი მეუფე აბრაამი არის ის ადამიანი რომელთანაც გრძნობენ რომ ის არის мама აი ეს არის აქ თავარი მომენტი ეხლა ამას შედარებით ვიტყვი აი მოსაყდრესთან წარმოიდგინეთ მოსაყდრე რამდენი წელიწადია საქართველოსია კაცი მღვდელმთავარი საქართველოში აი აგერ ჩორო ის სენაკის ხო ერთი მონასტერი არ გაუხსნია ბერების ერთი ისეთი ერთი ბერი არ აღვეცი ბერი რო ერთი ყავს აღვეცილი ის სხვა აი მონასტერი გახსნას ეხლა საქართველოში ხო უფრო ადვილია რომ ეპისკოპოსმა გახსნა მონასტერი და შენთან შემოიკრიბონ ბერები შენ აკურთხო იქ შავის სამღვდელოებიდან მღვდელმონაზვნები არქიმანდრიტები იღუმენები მაგრამ არავინ არ მივიდა საქართველოში მოსაყდრეში და მეუფე აბრაამთან ევროპაში შეიკრიბა ხალხი ახალგაზრდები და სამღვდელოება შეკრიბა და რა ვიცი ესეთი კარგი რა ვიცი მართლა კარგი მღვდლები არიან და აქედანაც რო შევადარებთ ხო ეხა ეს ისა ხო ჩანს აშკარად რომ მამობა იმიტომ რომ პატრიარქობა ეს ერის мама უნდა იყო ხა мама როგორ იქნები თუ შვილები არ გიყვარს და შვილებზე არ იზრუნებს შენ სულიერ შვილებზე და თუ ერი ვერ იგრძნობს რომ შენთან ყოფნა არის ბედნიერება სხვათა შორის ერთხელ შევხვდი მაშინ პირველად გავიცანი გია ბუღაძე და მაშინ მითხრა რაღაც თავისი მოკლე ისტორია მომიყვა პატრიარქთან თუ როგორ დაიწყო სტიქაროსნობა და სიონში ერთხელ მივედითო წირვაზე მეგობარმა მითხრა ესეო რომ ახალი პატრიარქი დანიშნეს ახალგაზრდა პატრიარქი არისო და ისეთი კარგი ქადაგება იყო რომ წამოდიო კვირას წავიდეთო მითხრაო და წავედიო მოусმინეო და რაღაცა მომეწონაო ესეთი ეს ნუ მაშინ უწმინდესი 44 წლის არის ხო და მე მეორედ მივედიო წირვაზე მესამედ მივედი და შემამჩნიაო და დამიძახაო მითხრაო მოდიო გამესაუბრაო გამეცნაო გამეცნოო ვინ ხარო რა ქვიაო როგორო და რაღაცა და მე კიდე მოდიო კიდე მივედიო მე მითხრაო სტიქარს ხო კარგი დაო სტიქარი ჩაიცვაო შეიმოსო გაიცნო ეკლესია უფრო ესე ანუ აი პატრიარქი როგორ უდგებოდა ადამიანებს აი ტაძარში შეამჩნია რომ ადამიანი იდგა ერთხელ რაღაც სათხოვარზე მივედი მე უფეშიოსთან დედაჩემის გადმოყვანა მინდოდა რაღაც და მე ხო და ყველაო გურჯანიდან მომყავდა და მამაო ყველაო თბილისში მოდისო ამ რეგიონებიდანო რა ყველასო თბილისში უნდაო და ამიტომო და რაღაცა უარს მეუბნება რა და მეუთხარი მეუფეო მეთქი მე თბილისში სამები წინამძღვარი ვიყავი როცა წალკაში წავიდი ისეთ ადგილას სადაც ხა ჩემზე მაგის არაო შენზე არ ვამბობო მაგრამ ყველა თბილისში მოდისო და იცით მეთქი რატომ მოდის თბილისში ეს ყველა იმიტომ კი არა რომ თბილისი ცენტრია იმიტომ მოდის მეთქი ყველა რომ პატრიარქთან უნდათ მეთქი პატრიარქია მეთქი ესეთი აი შიო თუ გახდა პატრიარქი თბილისის ეპარქია დაიცლება მცხეთა თბილისის ეპარქია ბერებიდან დაიცლება ნუ ამის გარანტიას ვაძლევ თბილისის ბერმონაზნობას იმიტომ რომ ამასთან არავინ არ გაჩერდება ჯაღმაიძე იქნება ყველას უფროსი და ყურის ამწევი ახლა როგორც მე არქიმანდრიტი დამიბარა დეკანოზმა ბოტკოველმა და დეკანოზმა ჯაღმაიძემ და ყურის აწევა როცადეს არქიმანდრიტზე ესე იქნება ყველა და ბერები ამას ვერ აიტანენ ვერც მე ვერ ავიტანე და ვერც სხვა ვერ აიტანს იმიტომ რომ ბერს აქვს თავისი ბერული
ღირსება და ხო ეხა ჯაღმაიძეს უფროსად ნამდვილად არ დაიყენებენ ბერები რა. პატრიარქს უყვარდა ბერმონაზობა, უყვარდა ძალიან უყვარდა და ძალიან უნდოდა რომ მის მონასტერში, მის ეპარქიაში ბერმონაზობა გამომრავლებული იყო და სხვათა შორის არც ერთ ეპარქიაში არ არის იმდენი ბერმონაზონი შეიძლება მეუფე იობთან არის, მაგრამ არ ამგონია იქაც რო იყოს იმდენი, რამდენიც პატრიარქის ეპარქიაში იყო. ზამასხეობაში არიან ბერები, კი. ხო, აი მეუფესთანაც ხო შეიკრიბა სამდელო ბერები, იკრიბებიან. ერთი ადამიანია, ერთი მონასტერი როგორ ვერ გახსნა უნდა 9 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ შიოს მოწოდებით არავინ არ იქნება ეკლესიაში მოსული. გაგდებული ბევრი ყავს და ბევრს გააგდებს კიდეც. რას გულისხმობთ ამაში, გაგდებული ბევრი ყავს და ბევრს გააგდო. ბევრი გააგდო, ახლა მედაილია გაგვაგდო. ეკლესიის წევრი კი ვართ, მაგრამ გლობიდან გაგვაგდო, ახლა მე გამაგდო. ახლა მეს რო ვამბობ, ვიღაცა არ მიცნობს და რაღაცა, მაგრამ მე ეკლესიაში რაც მიღვაწია შიოს არა, იმდენი არაფერი გაკეთებული. შიო რო აკურთხეს თბილისში იყო, აგერ ფერიცვალებაზე მე იქ სამებაში პატარა ტაძარი რო იყო და მე წავიდა ბაბილონში, მოსკოვში. და იქ იყო. საერთოდ მონასტერში არ უცხოვრია. და მე მონასტრები მაგ აშენებული სისხლი მაგ შეგწეული და ერთი 50 ბერმონაზმობა მაგ აღყვეცილი. და რა ვიცი, იმდენი ნაშრომი ვარ და იმდენი ხალხი მყავს ეკლესიაში მოყვანილი და გაქრისტიანებულიც და ეკლესიაში დარჩენილები და თეთრი სამღვდელოებაც ყავს გაზრდილი, მიუხედავად იმისა, ეპისკოპოსი არ ყოფილა. შავი ხომ ყავს გაზრდილი. ერთი კაცი არ გაუზდია. ჯაღმაიძეც კი არ არის მისი გაზრდილი. გაგდებასთან დაკავშირებით ან მსგავსი რაც თქვენ გადაგხდათ მამა ილიას, ანუ ბევრს გადახდა. შეიძლება კიდე ბევრს გადახდა და ბევრს გადახდება ამას ამბობ. ბევრს გადახდა, ვიცი და სახელებს არ ვიტყვი, იმიტომ რომ თვითონ რახან მალავენ და ერიდებიან, არ ვიტყვი, მაგრამ ბევრს შეუჩერა, ისე რომ პატრიარქისთვისაც არ უთქვამს და ბევრი კიდე ბევრს რა ვიცი. ვინც კი ცოტათი არ მოეწონება შეუჩერებს. აი, საერთოდ ჯვრის ახსნა შეიძლება ზნეობრივი გადაცნობიდან და მწვალებლობის გამო. არქიმანდრიტს რო ჯვარი ახსნა. მე ტაძრიდან გამომიშვა და ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო. ერთი რაღაცაზე, ამ წინააღმდეგობაზე საკმარისი უნდა ყოფილიყო ტაძრის წინამძღვრიდან გამიშვა და დამტოვა ესე მორჩილად. და ესეც არ იკმარა. და არქიმანდრიტობიდან გამიშვა. რის გამო დღესაც არ ვიცი. სხვათა შორის იმასაც გავაგზელებ ერთხელ დავწერე. ეს ისე დავწერე უბრალოდ რომ ხალხს უცოდნო და მართლა ჯაღმაიძე ვინ არის და როგორია მოსაყდრეში, ვითომ ხალხს რო უჩვენებენ რომ ადამიანი უყვართ. მამა დოროთე როცა მსახურე ტაძრიდან გაუშვეს მაშინ წინამძღვრიდან დედათა მონასტერი იყო, მამაოს დედაც მონაზონია 90 წლის არის, დედა ეფემია ავადმყოფობს დიალეზე კვირაში 2 ჯერ დადის და რაღაც ახლა თან ესე ნერვიულობდა. ხა მამაოს ამბავს, ჩვენ ამბავს და დედების ქუჩაში გაუშვეს. აი ქუჩაში აღმოჩნდნენ დედები და მამა დოროთეს ახლობელმა შეიფარა და რა ვიცი, ესეთი ის არის და ეს დავწერე რაღაც მოკლედ Facebook-ზე, ისე ამიმით და მე ვთხარი ესე აი ელემენტარული ხა შეიძლება ჩემს მიმართებაში ესე, მაგრამ მონაზვნების მიმართებაში გეზრუნა მაშინ, ხო აი ესე აი დედები სადმე დიან, სადმე მონასტერი მივცეთ ან რაღაცა არაფერი არის ზრუნა და მე უფე ზენონს უნახავს ჩემი წერილი და მამაოსთვის დაურეკავს და უკითხავს დედა ეფემია როგორ არისო და მოიკითხა მთელი ზრუნვი და ყურადღები და ანუ სხვა ეპარქიის მთავარმა მოიკითხა იზრუნა და აქაური ცოტა თბილისის მოსაყდრე რო იყო მონასტრიდან მონაზვნებიც ქუჩაში დატოვა. აი რა ვიცი ხა როგორ შეიძლება ესეთი ადამიანი ხვალ საქართველოს პატრიარქი იყოს და მაშინ როცა ყველა მიცის რომ მე გვეყოლება ჯაღმაიძე საპატრიარქოში იქ რაღაც წესების და ღირებულებების მასწავლებლად. დიდი მადლობა. ორივეს მეტი რა ვისაუბროთ. მადლობა იმისთვის რომ მომეცით გადაცემის საშუალება. ხო, იცით რაც უნდა ისაუბრო საკითხი არსებობს საკითხი რომელიც ამოწურვაც მithumetes ამ თემაზე შეიძლება. ესა და
ეს საუბარი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელო, მაგრამ ძირითადად საკითხები, რაც მე პირადად კითხვები მქონდა, პასუხები მაინტერესებდა, ეს პასუხები მოვისმინე და დანარჩენი უახლოეს მომავალში გამოჩნდება ყველაფერი. მადლობა ღმერთს, ღმერთი შეეციოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.